მოგესალმებით, დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა და ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ რატო მივეცი ჩემთვის უფლება, როდესაც თხოვეს გამოდიო 1978 წლის 14 აპრილს მე ვიყავი 19 წლის მესამე კურსელი ბიჭი და მონაწილეობდი ამ გამოსვლაში. ეხლა ვარ 67 წლის, წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება გავიდა. რას წარმოვიდგენდი, რომ სიცოცხლის ბოლოს ისევ ქართული ენის და საქართველოს დაცვისთვის მომიწევდა ქუჩაში დგომა. ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი. მე ერთადერთი ახლა რაც ვაძლევ ჩემთვის უფლებას რომ ვილაპარაკო არის ის რომ ძალიან კარგად მახსოვს როგორ დაიწყო ეს 14 აპრილი 1978 წელს ამის შესახებ თითქმის პრაქტიკულად მე არსად არ წამიკითხავს ახლა ბევრი დრო არ მაქვს სასაუბროდ ამიტომ რაც შეიძლება მოკლედ შევეცდები რომ მაქსიმუმ 5 წუთში ჩავეტიო მაგრამ ისე საინტერესოა ეს თავის დეტალებით ეს ამბავი იმიტომ რომ პრაქტიკულად არ იყო გადაწყვეტილი ამ აქციის ამ დემონსტრაციის გამართვა ახლა ორიოდე სიტყვით ვეცხრები რაც შეიძლება მოკლედ წინა დღეებში 14 აპრილამდე ქალაქში ვრცელდებოდა ხმები რომ რაღაცა არის მოსალოდნელი ქართულ ენას ართმევენ სახელმწიფო ენის სტატუსს და რაღაც პროტესტი უნდა გაიმართოს, უნდა გამოხატოს თელმა საზოგადოებამ პროტესტი და წინააღმდეგობა გაუწიოს ამ მოსალოდნელ მოვლენას და მაშინ მე ვსწავლობდი როგორც უკვე მესამე კურსზე ვიყავი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ნაცნობები ვყავდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე იმათგან გავიგეთ საერთოდ ეს ამბავი და ჩემი ფაკულტეტიდან სამნი მოვედით აქ დილით ესე გვითხრათ რომ ადრე მოდითო და შეგიყვანთო ბერძნულ ლათინურის კაბინეტში გრეკო-ლატინას ეძახდნენ იქ არისო შტაბი, იქ იქნებაო შეკრებაო იმ ხალხის, ვინც ამ აქციას ატარებდა. ანუ შტაბში აღმოჩნდით მე და ჩემი ორი კურსელი, მეგობარი და რატო ყვები ამას? პირდაპირ დასკვნა მინდა თქვა უნდა გაბედოს ადამიანმა, უნდა აი ჩვენ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, სტუდენტები ვიყავით და ჩვენ ალბათ ბოლომდე არ ქონდა გააზრებული რა ხდებოდა საერთოდ ჩვენ გვინდოდა გამოსვლა, ვიცოდით რომ უნდა გამოსულიყავით და შევედით ამ შტაბში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო, სულ ვიღაც მოდიოდა, მიდიოდა, დიდი ის იყო. და უცებ იქ აღმოვაჩინეთ რომ გვეუბნებიან დღეს გამოსვლა არ იქნება იმიტომ რომ ეს არის სახიფათო ეს არის საშინელი სისხლის ზღვის წინა პირობა წინა მომენტი ჩვენ რომ გავიდეთ ახლა ქუჩაში და დემონსტრაცია მოვაწყოთ გვესვრიან დაგხრეტენ და ამას ვერ დაუშვებთ ვერ გავწირავთ ახალ თაობას. და ნუ ჩვენ ვინც მივედით და კიდე რამდენი ადამიანო თქვენ კი მაგრამ ეს რა ეხლა გაიგეთ ეს შესაძლებელია და მოსალოდნელია აქამდე რას ავრცელებდით ამ ხმას და რა თუ შტაბი უნდა ხელმძღვანელობდეს ბრძოლას და არა უკან დახევას და დამარცხებას. ნუ მოგეთ ბევრი რა ვილაპარაკო და ეს ჩვენი ესეთ უაზრო კამათი გაგრძელდა ერთი მინიმუმ 2 საათი იქ იყო რაღაცა
სრულიად წარმოუდგენელი სიტუაცია და ვინც ეს წარმოიწყო ეს აქცია იმათვე უკან დაიხიეს გადამწყვეტ მომენტში და აი რატო ყვები აი როგორ დაიწყო სინამდვილეში ეს ყველაფერი და როგორ მოხდა ამ აქციის დაწყება ეს იყო უკვე როცა ჩვენ მივხვდით რომ აზრი არ აქვს აქ გაგრძელებას ამ საუბრის შემოვიდნენ ბიჭები შემოიყვანეს უпростоრად 3 თუ 4 ბიჭი და ესენი აკადემიიდან სამხატვრო აკადემიიდან არიანო და იმათ კითხეს ისე როგორც ჩვენ ვეკითხებოდი თავიდან რომ აი რას აპირებს უნივერსიტეტი და ამათ უპასუხეს ვინც იქიჯდა და ასე ვთქვათ შტაბს წარმოადგენდა რომ არა უნივერსიტეტი დღეს არ გამოვა ხო და ისინი სახთად დაარსნენ როგორც ჩვენ და მაგრამ როგორ და არა ეს არ შეიძლება დავუპარდო ახალგაზრდობასო და ისინი გატრიალდნენ და გამოვიდნენ ოთახიდან ჩვენს გამოვუყევით ამო ხო და აი ამ მომენტში გადაწყდა 15 აპრილის ასე ვთქვათ ბედი რომ როდესაც ჩვენ გამოვედით პირველ და მეორე კორპუსს შორისო გასასვლელია იქ გრეკო-ლატინადან იქ იყო გასასვლელი უფრო მოკლედ თუ ახლოს ჩვენ უთხარით რომ უნივერსიტეტი მარტო ესენი არ არის ჩვენს უნივერსიტეტელები ვართ და აი ჩვენი ბევრი მეგობარი გარეთ გადა გარეთ იყო სრულიად სავსე მთელი ეს სივრცე მეორე კორპუსამდე უამრავი ხალხი იყო და არა მხოლოდ სტუდენტები და ისინი ელოდებიან მეთქი რომ ვიღაცამ დაიწყოს ეს სვლელობა და თუ თქვენ აკადემიის სტუდენტები თუ მზად ახართ რომ გამოყვიდეთ ჩვენს გამოვალთ მეთქი და ამ ბიჭებმა თქვეს რომ მოიცავ ახლა ჩვენ ეს დაველაპარაკებითო მივიდნენ მოითათბირეს მე გითხრეს რომ კი ჩვენ გავდივართ ჩვენ თქვენ ჩვენს მოვდივართ და ეს ბიჭები რომ არ მოსულიყვნენ იმ დღეს ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტიდან არაფერი არ მოხდებოდა და როდესაც 15-20 კაცი შევიკარით და სწრაფი ნაბიჯით წამოვედით აქეთ აქ რო ჩამოვედით უკვე ხალხი შემოგვემატა იმიტომ რომ დაინახეს რომ რაღაც ჯგუფი მიდის შემართული და ხალხი მზად იყო ხალხმა იცოდა რომ ქართული ენა შეიძლება აღარ იყოს რა მნიშვნელობა ჰქონდა ხო სინამდვილეს კონსტიტუციაში რა ეწერა ის ხო აბსოლუტურად ფარატინა ქაღალდი იყო აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა სინამდვილეში არ ჰქონდა მაგრამ ჩვენ რო ეს გულგრილად და მშვიდად მიგვეღო ეს გაუქმება სახელმწიფო ენის სტატუსით ეს იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი ქართველობის დაკარგვის გზაზე და ამიტომ მადლობა ღმერთს რომ ეს სტუდენტები მოვიდნენ ეს ბიჭები სხვა შორის არც სახელი ვიცი არც გვარი მათი და აი ესე ჩვენ წარმოვედით და უკვე როდესაც აი ჩაისახთან გადავედით ვარდისხევი გადავედით გადავკვეთეთ უკვე იმდენი ხალხი იყო რომ ვეღარ ვეტეოდით ტროტუარზე და როდესაც სასტუმროსთან მივედით უკვე გაწყდა შეცვლა მოძრაობა მანქანების იმდენი იყო და იქ სტუდენტები არ იყვნენ მხოლოდ იყო ძალიან ბევრი მოქალაქე ვინც ელოდებოდა ამას ახლა მეც აღარ ვილაპარაკებ შემიძლია ეს უფრო დეტალურად მოვყვე მაგრამ ალბათ საკმარისია რაც გითხარით ხო ეგრეა მე მგონი რომ ხო და რა მინდა თქვა პირველ რიგში მივმართავ ახალგაზრდებს გაბედეთ და გადადგეთ ის თავგანწირული ნაბიჯი რომელიც მართლა ხო და ჩვენი ლექტორები აქ იყვნენ ყველანი და გვეუბნებოდნენ რომ შვილებო ნუ მიდიხართ დაიღუპებით გესვრიან მამისა გვაჩერებდნენ ფიზიკურად გვაკავებდნენ
მაგრამ ჩვენ ახალგაზრდები ხო იცით როგორი შემართულები არიან და როგორი მოკლედ გაბედულები, ჩვენ არა გავდივართ და გავედით. მე იქ ბეტა რუსთავთან ერთხელ გაგვაჩერეს კორდონი იყო. ამ ბეტალებს აღარ მოყვები. იმიტომ რომ ცოტა დრო უბრალოდ. სხვადასხვა შარშან საზმაოსთან ამაზე ვილაპარაკე და მე მგონი ძალიან დიდხანს. ხო და კიდე რა მინდა მთავარი თქვა, რომ ახალგაზრდები უნდა ჩაებად არა მხოლოდ ემოციის დონეზე, არამედ პოლიტიკაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა როგორც მოქალაქეებმა და როგორც თუნდაც პოლიტიკოსებმა. მთელი ჩვენი ცხოვრება მე მეგონა და ჩემ მეგობრებსაც ასე მიგვაჩნდა, რომ პოლიტიკა არის ბინძური რაღაც, ბინძური საქმე, ბინძური თამაში და ჩვენ არ ვიკადრებთ პოლიტიკაში არ გავერევით. ეს არის დიდი შეცდომა. პოლიტიკა არის ცხოვრება, ქვეყნის ცხოვრება. პოლიტიკაში ბინძური ადამიანები ქმნიან სიბინძურეს და როცა თამაში არის წესების გარეშე. პოლიტიკა, ნამდვილი პოლიტიკა, ცივილიზებული, ევროპული, ფასეულობებზე დამყარებული, აუცილებლად მოითხოვს ერის ახალგაზრდა ნაწილის აქტიურობას.